თინა ხიდაშელი, ნიღბის გარეშე. პირველი სერია. თინა ხიდაშელს წლებია დემოკრატიისა და კანონიერების დამცველის მანტია აქვს მორგებული, მაგრამ სინამდვილეში ეს მანტია მან ბევრჯერ გაიხადა, როცა დასჭირდა კონსტიტუციას გადააბიჯა, საგარეჯოში არჩევნებიც გააყალბა და ახლა ტაივანურ ფონდებთან ერთად გამალებით ეძებს საქართველოში ჩინურ გავლენებს. და მაშინაც კი, როცა ამ გავლენებს ვერ პოულობს, სქელტანიან დეზინფორმაციულ ანგარიშებს წერს საქართველოში პეკინის თითქოს და რბილ ძალებსა და იდეოლოგიურ გავლენებზე. ჩვენ შევეცდებით ჩამოვხსნათ ნიღაბი თინა ხიდაშელს და გაჩვენოთ მისი ორმაგი სახე. თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა რამდენიმე წლის წინ არასამთავრობო ორგანიზაცია სამოქალაქო იდეა დააფუძნა. ორგანიზაციის ვებგვერდზე ვკითხულობთ, ციტატა: სამოქალაქო იდეა ბოლო 5 წელია იკვლევს და აკვირდება ჩინეთის საქმიანობას საქართველოში. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჯერ კიდევ 2024 წლის 20 იანვარს თინა ხიდაშელზე განაცხადა. თვალში მომხდა სამოქალაქო იდეის ხელმძღვანელის ქალბატონ თინა ხიდაშელის განცხადებები ამასთან დაკავშირებით. ჯერ ერთი ალბათ საზოგადოება დაფიქრდებოდა, რომ ქალბატონი თინა ხიდაშელი არ არის ცნობილი მაინც და მაინც როგორც ჩინეთის დიდი ექსპერტი, ამაში განათლება მიღებული და უცებ ის წარმოგვიდგა როგორც ჩინეთის ექსპერტი, რომელიც ყველანაირად პირდაპირ რაღაცნაირად მტრულ რიტორიკაში არის გადასული ჩინეთთან დაკავშირებით. და თუ შეხედავთ ეს ორგანიზაცია ვისგან ფინანსდება, თქვენი აღმოვაჩენთ, რომ ის პირდაპირ დაფინანსებას იღებს ტაივანის სახელმწიფოსგან. ტაივანის დემოკრატიის ფონდი არის მისი ორგანიზაციის დამფინანსებელი, არის ასევე სხვა ფონდი ტაივანის, რომელიც იღებს მისგან დაფინანსებას პირდაპირ ამ ტაივანიდან არის დაფინანსებული და რა თქმა უნდა გასაგები არის თუ საიდან უბერავს მისთვის ნიავი და რატომ აქვს მას სწორედ გამორჩევა, ამიტომ მის ვებგვერდზე დევს ამ ხრივ გამჭვირვალე არის და აჩვენებს კიდევაც ამას და ეს არის ხომ ამაზე ვსაუბრობთ ჩვენ ადრე, როდესაც ვამბობთ უცხოურ გავლენებზე ქართულ პოლიტიკაში და როგორ ხდება არასამთავრობო სექტორის გამოყენება იმისთვის, რომ გავლენა მოახდინონ ქართულ პოლიტიკაზე. თინა ხიდაშელმა პარლამენტის თავმჯდომარეს უპასუხა, რომ ტაივანის სახელმწიფოსგან დაფინანსებას არ იღებს. ფინანსდება დამოუკიდებელი ტაივანური ორგანიზაციებისგან. ეს კავშირები და დაფინანსება კი საჯაროა და ხელმისაწვდომია მათ ვებგვერდზე. ანუ ხიდაშელის ლოგიკით გამოდის, რომ მის ორგანიზაციას სამოქალაქო იდეა ტაივანი თან აფინანსებს და თან არა. ანუ ტაივანის სახელმწიფო კი არა, თურმე დამოუკიდებელი ტაივანური ორგანიზაციები აფინანსებენ. მაგრამ ჩვენი გამოძიება გაჩვენებთ, რომ იმ თითქოს და დამოუკიდებელი ტაივანური ორგანიზაციების ერთ-ერთი დონორი სწორედ ტაივანის სახელმწიფოა. ამასთან თინა ხიდაშელი ცრუობს, როცა ამბობს, რომ მისი ორგანიზაციის დაფინანსების შესახებ თითქოს და ყველანაირი ინფორმაცია საჯაროა და თითქოს და ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომია სამოქალაქო იდეის ვებგვერდზე. დაინტერესებული მკითხველი ამ ვებგვერდზე ვერანაირ ინფორმაციას ვერ მოიძიებს და ფინანსების წყაროებისა და მით უმეტეს მოცულობის შესახებ. ყველაფერი გასაიდუმლოებული და დახურულია. ერთადერთი, რასაც მოიძიებთ, ეს პარტნიორების სიაა. აქ 18 ორგანიზაციაა წარმოდგენილი, დაწყებული ამერიკული ნედით, გაგრძელებული დიდი ბრიტანეთით, ნიდერლანდებით და ესტონეთით. ამ პარტნიორებს შორისაა ტაივანის დემოკრატიის ფონდი. ტაივანის დემოკრატიის ფონდის მთავარი დონორი და დამფინანსებელი ტაივანის მთავრობაა. ორგანიზაცია დამოუკიდებელი და არაპარტიულია, თუმცა მისი მთავარი დონორი სახელმწიფოა. ფონდის დაფინანსების წყაროები ასე ნაწილდება: ტაივანის საგარეო საქმეთა სამინისტრო, კერძო შემოწირულობები, ტაივანის პარლამენტი. ანუ თინა ხიდაშელი ცბიერობს, როცა ამტკიცებს, რომ მისი ორგანიზაციის დაფინანსებასთან ტაივანის სახელმწიფოს კავშირი არ აქვს. ტაივანის დემოკრატიის ფონდის, რომელიც ხიდაშელის პარტნიორია, მთავარი დონორი სწორედ რომ სახელმწიფოა. ხიდაშელის განცხადებიდან ირკვევა, რომ მას არამხოლოდ ტაივანური ფონდები, არამედ ჰოლანდიური, ნორვეგიის, დიდი ბრიტანეთის და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობებიც აფინანსებენ. ციტატა: სამოქალაქო იდეას დაფინანსება საელჩოების, შესაბამისად პირდაპირ ამ სახელმწიფოებიდან აქვს წლების განმავლობაში. ჩვენ ტაივანის სახელმწიფოს დაფინანსება არასდროს გვქონია. ნამდვილად გვქონდა და იმედი გვაქვს მომავალშიც გაგრძელდება ჩვენი თანამშრომლობა ჩვენს პარტნიორებთან ტაივანიდან.
რომლებიც კერძო დამოუკიდებელი ორგანიზაციები არიან და შესაბამისად ჩვენს მიერ წარდგენილი ინიციატივების მოწონების შემთხვევაში დაფინანსებასაც გამოყოფენ. ციტატის დასასრული. ცნობილია, რომ ხიდაშელის ორგანიზაცია სამოქალაქო იდეა თანამშრომლობდა Double Sing Club-ის საერთაშორისო ქსელთან და მიიღო ერთჯერადი გრანტი კონკრეტული კვლევითი პროექტისთვის. თავად Double Sing Club-მა 2024 წელს საჯაროდ განმარტა, რომ დაფინანსება დაკავშირებული იყო ჩინეთის გავლენების კვლევასთან. ასევე საჯარო წყაროებით დასტურდება, რომ ხიდაშელი და Double Sing Club-ის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ საერთო ღონისძიებებსა და დისკუსიებში, რომლებიც ეხებოდა ჩინეთს. Double Sing Club-ის დონორები არიან ამერიკის მთავრობა, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო პროგრამები, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი, ნედი, დემოკრატიის მხარდამჭერი ამერიკული ფონდი, სახელმწიფო გრანტები, ამერიკის შეერთებული შტატების ინდო-წყნარი ოკეანის პროგრამებიდან. 2026 წლის 12 მარტს ტელეკომპანია რუსთავიორმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად თინა ხიდაშელმა სამოქალაქო იდეის ზუსტი ასლი პრაღაში დაარეგისტრირა. რუსთავიორის ცნობით, თინა ხიდაშელის NGO, რომელიც ჩეხეთში დარეგისტრირდა, ჩეხეთ-ტაივანის ასოციაციის შენობაშია განთავსებული. ესე სქემები, რომ საქართველოში შემოვიდეს შავი ფული. თინა ხიდაშელის სამოქალაქო იდეას ახალი მისამართი აქვს. პრაღა, ჩეხეთ-ტაივანის ასოციაციის შენობა. თავდაცვის ექს-მინისტრმა არასამთავრობო ორგანიზაცია ჩეხეთში ჯერ კიდევ 2024 წლის დეკემბერში დაარეგისტრირა. საუბარია NGO-ზე, რომელიც ხიდაშელის საქართველოში მოქმედი ორგანიზაციის ზუსტი ასლია. თინათინ ხიდაშელის სახელი ტაივანს წარსულშიც არაერთხელ დაუკავშირდა. სახელმწიფო გუნდში ვფიქრობენ, რომ ამჯერად მისი ქმედება გამჭვირვალობის შესახებ ქართული კანონმდებლობის გვერდისავლის პირდაპირი დასტურია. ქართულ პოლიტიკაში ეგრეთ წოდებული შავი ფულის შემოდინების წყაროდ კი პარლამენტის სპიკერის თქმით, ევროპის ყოფილი სოციალისტური ბანაკის ქვეყნები იქცენ. არც არის იმაში, რომ გამოიყენონ ფინანსური ტრანზაქციებისთვის სანქციების გვერდის ასავლელად. მეორე არის რა არის წყარო ამ ფულისა, რა არის მისი წარმომავლობა, რამდენად შავია შავი ფული და მესამე გადასახადებს იხდიან თუ არა. თანხების მოძრაობას არის მხოლოდ ფულების ჩაიწყო. ნახეთ ესტონური სქემა, ახლა როგორც ჩანს არსებობს კიდე ჩეხური სქემა. კიდე ერთხელ სოციალისტური ბანაკი წინ არის სანქციების გვერდისავლის სქემების დაალაგებაში. რა მიზნით დასჭირდა სამოქალაქო იდეას ფაქტობრივი ასლის ჩეხეთში დარეგისტრირება და რა მიზანს ემსახურება მიღებული პირველი ტრანში, რომელიც ხიდაშელისა და მისი შვილის სახელზე უკვე ჩაირიცხა. ამ კითხვით კურიერმა დღეს თინათინ ხიდაშელს მიმართა, თუმცა მან განმარტებების გაკეთებას თავი აარიდა. თინათინ ხიდაშელის სამოქალაქო იდეა, რომლის სახელიც არაერთხელ ტაივანს დაუკავშირდა, პირველი ქართული NGO არაა, რომელიც უცხო ქვეყანაში დარეგისტრირდა. საზოგადოებამ უკვე ნახა საერთაშორისო გამჭვირვალობა და რამდენიმე მედია საშუალება, რომლებმაც ფიქტიურ რეგისტრაციის წერტილად ტალინში არსებული უფუნქციო შენობა მიუთითეს. ამ თემას ტელეკომპანია იმედიც გამოეხმაურა. 2024 წლის 30 დეკემბერი თინა ხიდაშელის საკუთარ არასამთავრობო ორგანიზაცია სამოქალაქო იდეას ჩეხეთში არეგისტრირებს. ეს მას შემდეგ, რაც იმავე წლის მაისში ქართულ კანონმდებლობაში გამჭვირვალობის შესახებ ახალი კანონი ამოქმედდა. ხიდაშელის არასამთავრობო ორგანიზაციის რეგისტრაციის მისამართით ირკვევა, რომ იგი იმავე შენობაში მდებარეობს, რომელშიც ასევე განთავსებულია ჩეხეთის ტაივანის ასოციაცია. ქრონიკის ინფორმაციით, პირველი ჩეხური ტრანში თინა ხიდაშელისა და მისი შვილის გრიგოლ უსუფაშვილის ანგარიშზე უკვე ჩაირიცხა. მთელი დღის განმავლობაში თინა ხიდაშელთან დაკავშირება არაერთხელ ვცადეთ. მან არც ჩვენ სატელეფონო ზარებს უპასუხა და არც ტექსტურ შეტყობინებას. კრიმინალური სქემა, როგორც ქვეყნის პირველი კანონმდებელი ამბობს, ამ სქემაში ქართული NGO-ებთან ერთად ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები არიან ჩართული და ეს სქემაც მმართველ პოლიტიკურ ძალას დიდი ხანია გაშიფრული აქვს.
საჯარო ინფორმაციის მიხედვით თინა ხიდაშელის ორგანიზაცია სამოქალაქო იდეას ტაივანიდან ორი დონორი ყავს. ერთ-ერთია ტაივანის ფონდი დემოკრატიისთვის, რომელიც ტაივანის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. ფონდი საგარეო საქმეთა სამინისტროს შექმნილია, მას ტაივანის პარლამენტის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს. ვიცე-პრეზიდენტი კი თავად საგარეო საქმეთა მინისტრია. კიდევ ერთი დონორი ორგანიზაცია არის Doublesink Club, რომლის მიზნებს შორის არის ჩინეთის პროპაგანდის და მავლე ზეგავლენის წინააღმდეგ ბრძოლა. 2024 წლის 23 იანვარს თინა ხიდაშელის მეუღლემ, პოლიტიკოსმა დავით უსუფაშვილმა სამოქალაქო იდეის დაფინანსებაზე განაცხადა, რომ ტაივანიდან კონფერენციის დაფინანსება 4 თვის წინ მოხდა. თინა ხიდაშელის ორგანიზაცია დაფინანსებას იღებდა ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ნორვეგიიდან, გერმანიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, პოლონეთიდან, შვეიცარიიდან და ტაივანიდან. ამდენად პოლიტიკოსმა დავით უსუფაშვილმა დაადასტურა, რომ მისი მეუღლის ორგანიზაციის ერთ-ერთი კონფერენცია ტაივანმა დააფინანსა. ტაივანის დემოკრატიული ფონდის ვებგვერდზე გამოქვეყნებულია ყოველწლიური საქმიანობის ანგარიშები. ჩვენ 2024 წლის დოკუმენტი დავამუშავეთ, სადაც აღმოვაჩინეთ, რომ ტაივანის დემოკრატიულმა ფონდმა დააფინანსა თინა ხიდაშელის ორგანიზაციის სამოქალაქო იდეა საერთაშორისო კონფერენცია. საერთაშორისო კონფერენციის სახელწოდება იყო დიდი ძალების კონკურენცია და იზოლირებულ სახელმწიფოთა ახალი ალიანსის ფორმირება, ჩინეთის, რუსეთის, ირანის და ჩრდილოეთ კორეის სტრატეგიული გათვლები. ტაივანის დემოკრატიული ფონდის ვებგვერდზე ვერ მოვიძიეთ ფინანსური ანგარიში, რა თანხით დაფინანსდა ეს ღონისძიება. ამ ფაქტს თინა ხიდაშელიც მალავს. ჩვენი ინფორმაციით, კონფერენცია 2023 წელს გაიმართა. როცა დავით უსუფაშვილი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე იყო, აქტიურად უჭერდა მხარს ჩინეთთან მჭიდრო ურთიერთობას. 2015 წლის 8 ივნისს დავით უსუფაშვილი აცხადებდა, რომ ჩინეთის მზარდი აქტიურობა ჩვენს რეგიონში საქართველოს უსაფრთხოების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარანტიაა. წლების მერე კი დავით უსუფაშვილმაც და თინა ხიდაშელმაც ფირფიტა ამოატრიალეს და დღეს თინა ხიდაშელი ჩინეთის სახით საქართველოსთვის უდიდეს ბოროტებას ხატავს. 2015 წლის 14 ოქტომბერს ჩინეთის სახალხო წარმომადგენელთა ყრილობის მუდმივმოქმედი კომიტეტის, ანუ პარლამენტის თავმჯდომარესთან ჩჟან დეძიანგთან შეხვედრისას დავით უსუფაშვილმა ბრძანა. ჩვენ მზად ვართ გავხდეთ მონაწილე ახალი კონკრეტული პროექტებისა, რაც ჩვენი ქვეყნისთვის სასარგებლო იქნება. 2021-2024 წლებში დავით უსუფაშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრი იყო.